რუსთავმა კრივის გრანდიოზულ შოუს უმასპინძლა მერიის, საქართველოს კრივის კავშირისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საღამოზე 15 ბრძოლა შედგა. Main card-ზე კი 4-ვე ქართველმა გაიმარჯვა და თასები საქართველოში დარჩა. სოფო ერქვანიას სიუჟეტი ვნახოთ. პროფესიული კრივის საღამო რუსთავში გრანდიოზული შოუ შედგა. ახალ სპორტის სასახლეში ქართველი და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით 15 ბრძოლა გაიმართა. ერთი კვირითამდე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ყოველთვის გავაკეთოთ ასეთი შეჯიბრები და უფრო დიდი შეჯიბრი შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს. თანამედროვე ქართული კრივის სახე ლაშა გურული პროფესიონალური კრივის რინგზე პირველად განელი მოკრივის წინააღმდეგ გავიდა და თასი საქართველოში დატოვა. რუსთაველმა სპორტსმენმა აქამდე დაუმარცხებელ მეტოქეს ბერნარდ აბეის ქულებით 6 რაუნდში აჯობა. ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა დაახლოებით 20-25%, მაგრამ აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო. მიხარია რომ ეს დებიუტი შედგა ჩემს ქალაქში, ამდენი ხალხი იყო მოსული, ვფიქრობ რომ ზუსტად იმ ემოციებით, ესე ვთქვათ, მიიღე სიამოვნება რომ ჯერ მე აღმოვჩნდი დაბლა და მე ავდექი და ვაჩვენე ჩვენი სულისკვეთება. რუსთავში გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა ირაკლი მელიქიშვილმა. სოფლიო ქამრის პრეტენდენტმა სარეიტინგო ბრძოლაში სამხრეთ აფრიკელი მეტოქე დაამარცხა და წინ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაელის. ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ ვაპირებ ქამარზე, სოფლიოს ქამარზე ბრძოლას და ქულებს მომატებს რეიტინგი წინ წამწევს და ძალიან კარგი არის. თასი საქართველოში დატოვა გამორჩეულმა ქართველმა მოკრივემ გიორგი ჭიღლაძემ. საჩხერელმა მებრძოლე მირანელი მეტოქის დამარცხებას 6 რაუნდი მოანდომა. რაც შეეხება ლაშა კერესელიძეს, 19 წლის სპორტსმენმა სადებიუტო ბრძოლა ინდოელი მეტოქის წინააღმდეგ მოიგო. მუშაობ შეცდომებზე ვასწავლებ წინ მივდივართ. და რა ვიცი, ვფიქრობ რომ წინ მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება. შევძლებ რომ ყოველთვის ჩემი ქართველი გულშემატკივარი, ჩემი ქართველი ხალხი გავახარო. 11 სარეიტინგო ბრძოლა და 4 მეინ კარდზე. რუსთავში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. გულშემატკივრებით სავსე სპორტის სასახლე და საპატიო სტუმრები. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მერი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. უცხოელ სპორტსმენებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ. ახალი სპორტის სასახლე, რომელიც რუსთავში გვაქვს, გვაძლევს სწორედ ისეთ შესაძლებლობებს, რომ უმასპინძლოთ ესეთი მაღალი დონის შეხვედრებს. წინ კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება და ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვაქვს რუსთაველებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მაგარი ორთავბრძოლების მოსვლენი გავხდით ყველანი. მე მინდა მივულოცო თითოეულ მოკრივეს გამარჯვება. კრივი ტრადიციული ქართული სპორტის სახეობაა და მინდა რომ ამ გამარჯვებით ეთიურად კიდე გაიზარდოს. ქართველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ დარბაზში იმყოფებოდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. მართლაც შესანიშნავი ბრძოლაა ჩვენს ბიჭობა, თავდადებაა ჩვენს და მინდა წარმატებები ვუსურვო. რამოდენიმე წუთს ეს იყო პირველი ბრძოლა და ესე რომ თქვა დებიუტი და მინდა წარმატებები ვუსურვო იმ გზაზე, რაც წინ ელოდება. ქართული კრივის გამორჩეული მებრძოლები მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში. რუსთავში პროფესიული კრივის საღამომ ანშლაგით ჩაიარა.